ჩემი 30 ნოემბერს მოხდა და მახსოვს პირველ რიგში მინდა უსურვო ზვიად ჯანმრთელობა და გამძლეობა, მეც მან სტუდიაში უნდა ვიჯდე და მაგ დღესვე მოხდა ჩემი შემთხვევაც, იმიტომ რომ მე მახსოვს მანქანაში რომ ჩამსვეს პოლიციაში, უყურებდი ამ კადრებს, ზვიადის კადრებს და არ ვიცოდი ადამიანი გადარჩა თუ არა. ეგ ცალკე საღველი თემა იყო ჩემთვის. დიახ. მეც მსგავსი შემთხვევა მოხდა, მეც გავითიშე და სრულიად უგონო მდგომარეობიდან გამოვედი კიდევ ერთი რამოდენიმე დარტყმით. და საინტერესო ის იყო, რომ ეს გათიშვის მომენტი ცხოვრებაში მე გონება არ დამკარგვია და არ ვიცოდი რა ხდებოდა და როდესაც თვალებში სრულიად ამიბნევდა ყველაფერი. არ ვიცოდი რეალურად, ანუ მოვკვდი, გავითიშე თუ რა ხდებოდა, არ ვიცოდი და რომ გავახილე თვალები და დავინახე კიდევ რაღაცები, მან იმედი მომეცა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალიო. ანუ ესეთ ფსიქოლოგიურ და ესეთ ტერორის ქვეშ ვყავართ დღესდღეობით ამ მთავრობას და შეუძლებელია ამ მთავრობამ გაძლოს ესეთ პირობებში, იმიტომ რომ რაც უფრო მეც გვცემენ, ჩემი აზრით უფრო ძლიერდებით და ხალხიც მაგიტომ 20 მერამდენი დღეა არ ჩერდება და კვლავ აქციებს უერთდებიან. კიდევ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი. დათო, თუ არ ვწდები, თქვენ გეუბნებოდნენ, რომ თუ კიდე დაგინახავენ აქციებზე, მაშინ ცოცხალი უკვე ვეღარ გადარჩებოდით. კი ბატონო, დიახ, ზუსტად ეგ სიტყვები მითხრეს და სავარაუდოდ დამინახეს კიდევაც და ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. თუ ანუ ყოლელობის პირდაპირ მუქარა წამება და არა ადამიანური მოპყრობა, ესა ყველაზე საშინელება. რაც შეიძლება სამართალ დამცავმა გააკეთოს, ანუ კანონის დაცვის ნაცვლად ყველაზე დიდ კანონს არღვევს, რაც შეიძლება, ანუ არა ადამიანურ თვისება და ჩაითვალოს. ხო, და დათო, იცით რა არის მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ალბათ ისიც, რომ აი ყველა, ვინც თქვენს მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა, ამბობს იმას, რომ შეურაცხყოფა აი ამ ზონდერების თუ მოძალადეების მხრიდან იყო იმის გამო სწორედ, რომ თქვენ იყავით აქციაზე და არა იმის გამო, რომ რამე დააშავეთ ან რამე დაუშავეთ პოლიციელებს, ხო? აი თქვენც დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხი სპეციალურად ყავდათ ან წინასწარ დატრენინგებული ან ასე აგრესიულად განწყობილი, სწორედ ამ აქციის შინაარსის გამო მისი მონაწილეების წინააღმდეგ? ანუ დიახ, სრულიად, ანუ ყველაფერი, რასაც აკეთებენ, ანუ ადამიანები ჩვენ ვინც ვართ რუსთაველზე და ვერთდებით აქციებს ყოველდღიურად ხოლმე, არაფერს არ ვაშავებთ. თვითონ თუ არაფერს არ დაგვიშავენ, ჩვენ ვართ სრულიად მშვიდობიანი. იქაც ვიღაცა ფერვერკს გაისურვებს რაღაცა, მან არავინ არა დამნაშავე ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად უკვე თავდაცვა არის და ჩვენ რო ჩავდივართ იქ, ყველანი ვართ ერთი დიდი ოჯახი, მეგობრები ვართ ხოლმე და იქ საერთოდ სხვა გარემო არის. მე მიხარია, მიყვარს მან დგომა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანები არიან შეკრებილი და ბევრი კაი ადამიანი გავიცანი. თუმცა, ანუ მიზანი რაც აქვს, თვითონ გაწუთვნილები არიან უკვე, რა ვიცი, სადისტურად და ძალიან ისეთი მეთოდებით. ნახეთ ახლა და დამტკიცდა კიდევაც, რომ ბელარუსიაში და რა ვიცი, ისეთ ადგილებში გაიარეთ წუთნები, სადაც ასწავლიან ბელარუსის ომონის სტილში მოქმედებდნენო, კი ბატონო, ზუსტად ასე იყო. ასწავლიან და რა ვიცი, ანუ დასპეცებულები არიან, როგორ წამებში გავქურდოთ ადამიანი, როგორ მივაყენოთ ზიანი, სად დავარტყათ, რომ დაუმახინჯოთ ცხოვრება. მიზან მიმართულად იყო სახის არეში დარტყმები მუდმივად. ანუ ესა პირდაპირ მიზანი ჰქონდათ, რომ ადამიანი დაიმახინჯებინათ ან მოიკლათ. კი ბატონო, დავით, თქვენს პროცესს ესწრებოდნენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩები, როდესაც მოსამართლე მარც კი მოусმინა პრაქტიკულად იმ მონათხრობს, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ ჩვენს ეთერში და გადაწყვეტილება არის უკვე თქვენთან დაკავშირებით, გედავებიან, ნუ როგორც ყველა 173 მუხლით ჩადენილ ქმედებას პოლიციის დაუმორჩილებლობას. ჩემი სასამართლო 9 იანვრამდე გადაიდო, განაჩენი ჯერ არაა გამოტანილი. თუმცა, ანუ იქაც რო ვყვებოდი ჩემი ისტორიას მოსამართლისგან რაღაცა თუ მართლა ადამიანები არიან ესენი, რაღაცა გრძნობა უნდა გაუჩნდეთ. შეუძლებელი ამას უყურო, ისმენდე და რაღაცა თუ გული მართლა გიფეთქავს, არაფერი სიმართლის შეგრძნება არ დაგრჩეთ.
რავი, მე ეს ვერაფერი ვერ დავინახე. პირიქით მითხრა კიდევაც რომ აქ მოსაყოლი არაა და ეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან უნდა მოყვა. არ ვიცი ეგ რას ნიშნავს. თუმცა რა ვიცი, ალბათ სამართალი ჯერ ვერა, თუმცა აუცილებლად იზეიმებს. აუცილებლად. აუცილებლად, დავით, მეც დარწმუნებული ვარ ამაში, ხომ არ გაქვთ კიდევ რამე სათქმელი, ბრძანეთ და დაგემშვიდობებით ამის შემდეგ, დათო. მადლობა თქვენ და ყველას ვუსურვებ გამძლეობას და აუცილებლად საქართველოს გაიმარჯვოს. ეს იქნება ჩემი სადამი. აუცილებლად, დიდი მადლობა. გამარჯვება.